იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკოს მთავრობათა შორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს. ფაქტის აღსანიშნავად ეროვნულ სასახლეში ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიმართეს სიტყვის. მათ განცხადებებს თეონა მაჭარაშვილი გაგვაცნობს ახლა პირდაპირ ეთერში. თეონა, გისმენთ. დიახ, მარიამ, როგორც აღნიშნე, 10 დეკემბერს იუნესკომ ქართული ხორბლის კულტურა, მასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები შეიტანა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ამ ნუსხაში საქართველოს თავისი უნიკალური კოდიც გააჩნია. სწორედ ამ აღიარების ერთგვარი დამადასტურებელი დოკუმენტი ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადასცა კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს. ღონისძიება ჩატარდა ეროვნულ სასახლეში, სადაც მოსახლეობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა, კულტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა და ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. ისტორიულს უწოდებენ ისინი ამ გადაწყვეტილებას და როგორც ამბობენ, ეს არის მსოფლიოს აღიარება, რომ საქართველოს აქვს გამორჩეული კულტურა. ისინი ამბობენ, რომ ხორბალი ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა მხოლოდ საკვები, ის არის ჩვენი იდენტობის შემადგენელი ნაწილი, რომლის მაგალითადაც მათ მოიყვანეს ქართული სუფრისა და პურის ცხობის ტრადიცია, რადგან ყველა კუთხეს თავისი გამორჩეული ჯიშის ხორბალი აქვს და თითოეული ოჯახი სხვადასხვა ტრადიციითა და რიტუალებით აცხობს პურს. გარდა კულტურისა, როგორც ისინი ხაზს უსვამენ, ხორბალს აქვს რელიგიური დანიშნულებაც, რადგან რელიგიურ რიტუალებში სწორედ ქართულ ხორბალს ვიყენებთ. როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, საქართველო გამოირჩევა იმით, რომ მსოფლიოში არსებული 20 ხორბლის ჯიშიდან 15 სწორედ საქართველოში მოიპოვება და აქედან 5 არის ენდემური ჯიშის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა და თქვა, რომ ენდემური ჯიშების მოვლა და პატრონობა არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს იმ უდიდესი გამოცდილების კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც აქ ამ ტერიტორიაზე, ამ ქვეყანაში ცხოვრებმა, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. დროთა განმავლობაში კი საკუთარი ყოველდღიურობის, წესჩვეულებებისა და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად აქციეს, თაობიდან თაობას გადასცეს და დღევანდელ დღემდე შემოგვინახეს. რა თქმა უნდა, ამაყი ვარ თქვენთან ერთად, რომ იუნესკოს ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უმნიშვნელოვანეს გარემოებას. ჩვენ, ქართველებმა, არაერთ ღირსშესანიშნაობასთან, ტრადიციასა და გამოცდილებასთან ერთად მსოფლიოს უნიკალური, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ხორბლის ჯიშები და კულტურული ტრადიციებიც ვაჩუქეთ. ეს ფაქტი კი ადასტურებს, რომ წარსულის დაფასებასა და პატივისცემასთან ერთად ხორბლის კულტურისა და მასთან დაკავშირებული დარგების სამომავლო განვითარების დიდი პერსპექტივა გაგვაჩნია. ეს არის სოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული. საქართველოში ხორბალი არასდროს ყოფილა მხოლოდ საკვები. ეს იყო ჩვენი იდენტობის, ჩვენი სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში. იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ მნიშვნელოვანეს ასპექტს. ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო. დღეს, როდესაც სოფლიოს ასე სჭირდება თანხმობა, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება. ეს აღიარება არის გზავნილი მომავლისთვისაც. ენდემური ჯიშების დაცვა და განვითარება ჩვენი აგრარული სექტორის, აგროტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალია. ჩვენი მიზანია ეს ტრადიცია იყოს ცოცხალი, განვითარებადი პროცესი, რომელიც დოვლას მოუტანს ჩვენს ფერმერებს და ჩვენს ქვეყანას. საამაყოა, რომ საქართველოს ზოგადად მატერიალური და არამატერიალური კულტურათა ნუსხაში უკვე მე-9 ფურცელი გადაშალა გელათის ჯვრის მონასტრის, სვეტი ცხოვლის, ჩაჟაშის, ქართული დამწერლობის, მათ შორის ქართული ჭიდაობის, ქვევრის ღვინოს, მრავალხმიანობის გვერდზე და ამ მსოფლიო საგანძურს დღეს უკვე ხორბალი შეემატა. იუნესკოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ უნიკალური და უძველესი კულტურის ქვეყანა. ჩვენ ერთიანობით შეგვიძლია, რომ მსოფლიოს, საქართველოს ისტორიისა და კულტურის მნიშვნელობა დავუსაბუთოთ. ქართული მრავალხმიანობა, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი, ქართული ანბანი, ქართული ჭიდაობა. უკვე მრავალი წელია წარმოადგენს მსოფლიო კულტურის ღირსეულ ნაწილს
და უმნიშვნელოვანეს ქართულ რბილ ძალას საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები ამ რიგს განსაკუთრებით ორგანულად ავსებს, რადგან ის ასახავს ჩვენს მიწასთან, ბუნებასთან, შრომასთან და ერთმანეთთან ურთიერთობის უძველეს და ძლიერ კავშირს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაყად გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ საქართველოს კულტურული სიმდიდრე, ფასდაუდებელი მემკვიდრეობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ინახება, სათანადოდ წარმოვაჩინოთ საერთაშორისო ასპარეზზე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დღევანდელი მდგომარეობით აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან 14 საქართველოში აღმოჩენილი, რომელთაგან 5 ენდემური წარმოადგენს. ალბათ ცალკე უნდა ვისაუბროთ კისა და მოვლის აღება-დაბინავების უნიკალური მეთოდების შესახებ. დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ქართული ხორბალი არა მხოლოდ ჯიშური მრავალფეროვნებით, არამედ ხარისხობრივად მნიშვნელოვანი თვისებებით გამოირჩევა. შესაბამისად, საქართველოს შეუძლია თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებული სიტყვათქვას იმ გენეტიკური რესურსით, რომელიც გვაქვს. დღეს ჩვენ ვდგავართ არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარების აღსანიშნავად, არამედ ხელით ვეხებით და ვხედავთ ჩვენი ქვეყნის უწყვეტ და ღრმა ისტორიულ ტრადიციულ რეალობას. ქართული ხორბლის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, რომ ქართველი, ჯანსაღი ქართველი აღიზარდოს და გაიზარდოს. ჯანსაღი როგორც სულიერად, რადგან ის ჩვენი ქრისტიანობის ნაწილია და ჯანსაღი როგორც ფიზიკურად, რადგან ჩვენი ენდემური ჯიშები არის საუკეთესო საკვების საშუალება და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. სანამ ჩვენი ქვეყანა ამ ისტორიულ საერთაშორისო აღიარებას მიიღებდა, ამას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ ქართული ხორბლის კულტურამ, ტრადიციებმა და რიტუალებმა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის დადგენილებით მიიღო ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. სწორედ ამას მოჰყვა შემდეგ ამავე წლის 28 მარტს იუნესკოს ნუსხაში ნომინირება, რომელმაც ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და ჩვენს ქვეყანას ეს ისტორიული აღიარება მოუტანა. მადლობა, თეონა მაჭარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.